ხო. თავისი ორი ცალი ფურჯით. აქ ესეთი სტიკერები. და აქ შეგიძლია ავადა. ერთი წამიდედიკო. აქ არის დასახატი რვეული. ხო. აი ესეთი ფლომასტერები. ხო. ერთი წამიდე. აი ესეთი ასაწყობი ბაჭია. ხო. აი ესეთი სახლი. როგორი არის? ესეთი და ესეთი ბალახი. ბალახი. და თვითონ ეს აი ესეთი კალთა. ხო? ამაში ჩავაწყოთ ისე მე აი ესენი ფლომასტერები. მოჩა. მანამდე მე შევჭამთ. გავაფერადოთ, ხო? ოკეი? აი ესეთი. ხო? და რო გავაფერადებთ ამას, მე კედელზე დავკიდოთ სადმე, კაი? აკა. აუ გამარჯვებას მაგაბაბებს ვარ ფილმში და უნდა დაიწყოს ფილმი. კარგად. Jamaica. It has beaches. It has mountains. It's lively. პირველად მოვედით ერთად მე და ლილე კინოში, აქამდე არასდროს არ მყავდა, იმიტომ რომ პატარაც იყო და ვერც გაჩერდებოდა. და ჩემთან გასაკვირად ძალიან დიდი გულისყურით და ნებისყოფით და სიამოვნებით იჯდა დარბაზში და უყურებდა საათიან ცოტა მეტიან ანიმაციას და ძალიან მოეწონა, ძალიან აღფრთოვანდა. It's something crazy. What's up to us? Us? Stick with me. All right, bud, you ready? სხვათა შორის ძალიან კარგად გამოსდის სოსოს შაურმის აწყობა, ყოველთვის აკეთებს ქათმის ხორცით და ქათმის ხორცით უფრო გვიყვარს. ზოგადად და ძალიან კარგად გამოსდის. კარგი პორცია, საკმარისი პორცია ხოლმე და
კარგად წვნიანი, соусიანი არ გვიყვარს მშრალი. მაქსიმალურად ისე გვიყვარს, რომ წვენი აქვს და ამ შემთხვევაში გააკეთა ქათმის ხორცთან და სარდელთან ერთად, თუმცა მე მარტო ქათმის ხორცით შევჭამე. სარდელით არ მინდოდა, ეს იყო ექსპერიმენტი მაგისი და ამბობდა რომ გაამართლა ძალიან მოუხდაო, მაგრამ მე არა მაქვს სურვილი სარდელიანი შაურმის ჭამის. ესე მოიფიქრა პაკეტი გახრიტა და იქიდან ასხავდა соусო კარგად თანაბრად ესე წვილად გადმოსხმულიყო. ჩვეულებრივ სტანდარტულად როგორც ხდება აწყობა შაურმის, ესე აწყო და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჩემთვის, ლილესთვის, მისთვის და ჩვენი მდგმურისთვის ჯერ კიდევ ჩვენთან იყვნენ მაშინ ეს შაურმა რო გააკეთა. ეს არის უკვე დღე, როცა მე მარტო დავრჩი სახლში, როცა გადავიდნენ ჩემი მდგმურები და დავიწყე სახლის გენერალურად დალაგება. ხედავთ გასქურა რა მდგომარეობაშია. არის ფიქრობთ დიდი ხნის გასაწმენდი იყო, მაგრამ ის იყო შაურმის დამსახურება, სოსომ რომ მოამზადა ქათამი რო შეწვა. ხო და ნუ ხან მარტო დავრჩი და დავიწყე სახლის ჩრჭყვაზე მოყვანა. დავიწყე გენერალური დალაგება და პირველი აი გასს ვეტაკე. ეხლაც კიდე გამწოვის რკინები მაქვს გასახეხი და ჯერ კიდევ არ გამიხეხია მონტაჟის დროს ისევ გასახეხია მაღლთა გამწოვის რკინები და აუცილებლად მივაქცევ მაგასაც ყურადღებას. ხო და ესე მოვაკოხტავეთ ჩვენი გასქურა. აღარ არის ისეთი ბენზური. ხო და ესე ვასუფთავებ და ვაწესრიგებ როგორც მე მიყვარს. ისე ვუბრუნებ პირვანდელ სახეს ყველაფერს აბსოლუტურად. ეს სენსორი ყოველთვის რეაგირებს ხოლმე მტილოს წმენდის დროს ხან რაზე ირთვება, ხან რაზე ირთვება. სალამი კიდევ ერთხელ. ოპსი პოპსი, თვისამაგრე ჩაგვივარდა. ოპსი პოპსი. ეხლა დრო არ ამოგვიყვე რომ ეს ისინი რა ქვია. უთოები და რაღაცეები გავიკეთო რა, ხო და ესე ვიქნებით დღეს წარმოდგენილები ჩვენ. ხო? დაუსწორებლად. ხო დედი. ხო დედიკო. დედიკო, ჩემი ლამაზი მიმყავს ხილაც. ჭხილებზე თუ გამიჩერდა, იქ იქნება ჩემთან ერთად. აქ რა არის? აქ ის არის. მე მინდა პომადა, რომელიც მგონი ჩანთაში მაქვს. რაკაც მაქვს. ხო და თუ გამიჩერდა, იქაც გამიჩერდება. ჩანთაშიც მაქვს ესეთი ფერი, როგორც სხვა ბრენდის. თუ რომია მე შევისწორებ.
ხო და თუ გამიჩერდა იქაც გამიჩერდება მაშინ სალონში აღარ იყო არ სახში აქ კოკოს როგორც მე მქონდა გახსნილი ეგრე აქ ხო და თუ არ გამიჩერდა მაშინ მამიკოსთან იქნება ხო თუ ჩემთან იქნება ოკეი no problema ჩავიცვათ და ჭუჭელი დავრეცხე ახლა გოგინი მივალაგო და ჩავიცვათ ხოდე რა ჩავიცვათ დაგიბრუნდებით ერთი ეს ყველა გამომწერი subscribe გამოვედი და გამოიყურება ეს საყვარელია ლამაზი არ გეგმავდი ამ სიგრძე სიმართლე გითხრათ, მაგრამ მე კეთების პროცესში დავიტოვე. თან ეს ბიჭი ძალიან ხდება. მაყოფილი ვარ სიმართლე გითხრათ. საბოლოო ჯამში გამოვიდა ესეთი კარგი, ეხლა თქვენთან ვერცხლისფერი ბრჭყალები ცოტა ისე ჩანს ლაითად. ფრენჩი, მაგრამ რეალურად უფრო ჩანს, აქ ცოტა ისე ჩანს ნაკლებად. ძალიან კარგი გამოვიდა, ფასიც ძალიან კარგი აქვს, Instagram-ზე თქვი წეღან, რომ ბრუკლინში ვინც ხართ, იცით, რომ ძალიან დიდი ფასები აქვს ჭხილებს და მით უმეტეს დაგრძელებას. მე ვაკეთებდი ხოლმე $60 დაგრძელებას, ყველაფერი შედიოდა შიგნით, მოწესრიგებაც, დიზაინით და აბსოლუტურად ყველაფერი. კორექციას ვაკეთებდი ხოლმე $40 და ეს გოგონა აკეთებს $55 დაგრძელებას და კორექციას აკეთებს $35. ძალიან კარგი ფასი აქვს, გადასარევი და კარგათაც და გულიანათაც მუშაობს. ძალიან კარგად მუშაობს. არ არის ზერელად არ აკეთებს, ძალიან გულიანად აკეთებს. ხო და ვინც ბრუკლინში ხართ და ან შეცვლა გინდათ მასტერის, ან მისვლა გინდათ, ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევ ამ გოგონას. იცით ჩემი Instagram-ი, აღწერაშიც არის, გამომიწერეთ და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, მომწერეთ და მიბრძანდით არინანებთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მომეწონა მე თუ მენდობით. ძალიან მომეწონა, კარგად გააკეთა, ძალიან მოყოფილი ვარ. შემდეგ ვიზიტზეც აუცილებლად ნიასთან მივარ. ეხლა რაც შეეხება ჩემს გეგმას, ეხლა უნდა გავიარეთ სოციალურობით სახლთან ვართ საფირფაშოში. უნდა ჩამოვა და წავალთ ჯერ ყავას ვიყიდით, იმიტომ რომ ეხლა პირველი საათი არ არის ჯერ და ყავა არ დამილებია და ძალიან მინდა. თან Queens-ი კაი 1 საათის გზაზეა ჩვენი სახლიდან და ყავას ვიყიდით და წავალთ პირდაპირ Queens-ში გინეკოლოგთან არა, ეხოსკოპია უნდა გადავიღო. ისე ნაოჭებზე და ამაზე არის კონტროლი ხო და უნდა გადავიღოთ ეხოსკოპია და ვნახოთ ბაია როგორ არის. ერთ კვირაზე მეტია მოძრაობა არ მიგრძნია და იმედი მაქვს რომ ყველაფერი რიგზია და რაღაცები მე მეჩვენება. ხო და თქვენს რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად წამოხვალთ. გამოვედი ხალხო, ეს რა საათზე მეტი ვიკეთებდი ეხოსკოპიას. დავიღალე წელი მეტკინა იმ საწოლზე. ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი ეხოსკოპია შენი ორსულობის მანძილზე. თავიდან გამაფრთხილე 1 საათი, მაგრამ საათზე მეტი დაგჭირდა და დავიღალე ნელა. მოდი მე ხელი გავიარეთ. საათზე მეტი დაგჭირდა ხალხ. საათზე მეტი. აი მე დედა. აი ხა გამოვიდით და უნდა წავიდეთ სახლში.
ლილი ხო დაიღალა ნანა ბავშვმა რომ გამოიყვა. მართლა არ მქონა წარმოდგენა ამდენი ხანი თუ იქნებოდა ეს რომ მივედით მერე გავიგე და ეხლა ხო აღარ გამოვშვებდი მარტო. წავედით მოკლედ ყველაფერი კარგად აირას თავარია. რუსია და რას დაინახავს? Guys, we haven't gotten reset yet. მოვედით სახლსაშინა და ეგრევე საჭმელი ვჭამეთ, იმიტომ რომ ეხლა არის ჩემი საათი კიდე გააფრინა. ეხლა არის სადღაც რომ მოვედით, სადღაც 7 საათი იქნება უკვე. იმიტომ რომ 7:30-ზე მოვედით და 7 იქნება. ხო და დილით ჭამეთ მარტო ისა ბუტერბროდები რა სახში და წავედით მალევე, იმიტომ რომ გვაგვიანდებოდა. ხო იცი ფრჩხილზე და იმ. ხო და ეხლა ჭამით ეგრევე საჭმელი რომ მოვედით და მეთქი სანამ დავისვენებ მაგიდა სავალაგებ, მანამდე ორ სიტყვას ვიტყვი თქვა, იმიტომ რომ ეხლა რო წამოვწვევი ცოტა ხანი სკროლის მეტი არაფერი არ მინდა ცოტა ხანი მე ერთი ტომარა სარეცხი მაგ დასაკეთე, იმიტომ რომ სანამ მე ფრჩხილებს ვიკეთებდი სოსომ სარეცხი გარეცხა. ხო და ეხა ის სარეცხი მაქვს დასაკეთე ოღონდ ცოტა ხანში. ესე იგი, ხო გითხარით რომ საათზე მეტი მიღებდნენ ეხოსკოპიას ესეთი ხანგრძლივი ის აღარ იქნებაო? მე ორჯერ ჩამიტარდა 12 კვირაზე ჩამიტარდა ესეთი დიდი ხანი და ეხლა 20 კვირაზე ანატომიური დათვალიერება, ხო? შიდა ორგანოები, აბსოლუტურად ყველაფერი რა, თითები, ცხვირი, ყველაფერი, შიგნით ორგანოები, ყველაფერი და უბრალოდ ცუდია რომ თვითონ ეხოსკოპიაზე არაფერს არ გეუბნებიან, არც კარგს, არც ცუდს რა, პასუხებს უნდა დაელო და უკვე შენ ექიმთან როცა მიხვალ და მე ექიმთან არ ვიცი როდის მივალ, კი მაქვს ვიზიტები უკვე წინასწარ გაწერილი, მაგრამ ყველაზე ახლოს 16 აპრილს მაქვს და რამდენად მოვასწრებ 16 აპრილს მისვლას არ ვიცი. ამიტომ რომ სხვა ისა მაქვს რა. სხვა აუცილებელი საქმე მაქვს უფრო საჩქარო, გაგიკვირდება. ხო. დანარჩენი მთავარია რომ მთლიანობაში რიგზი არის ყველაფერი. რაღაცა ისეთი საჩქარო და რაღაც ესეთი არაფერი არ ხდება ბავშვთან დაკავშირებით. გულისცემაც მოვისმინე. 20 კვირის და 2 დღის ვარ. მშობიარობის თარიღი წესით 19 აგვისტოა, მაგრამ თქვენ იცით რომ საკეისრო შედარებით ადრე ინიშნება. აგვისტოს დასაწყისში სადღაც ალბათ. ხო და ნახოთ როდის ჩანიშნავენ, ჯერ არ ვიცი. ჯერ არ ვიცი რომ რიცხვი მეწოდინება. ალბათ გეტყვით, არ ვიცი. ალბათ ვიტყვი, არ ვიცი ჯერ ზუსტად. ხო და ესე ჩემო ძვირფასებო შვიდობიანად დაუბრუნდით სახლში, მაგრამ მანქანაც ძალიან მხლის და იმ საწოლმა სკამმა იმ ეხოსკოპიაზე ხო წელი ამატკია და ზარმაცუნა არის ავდექი და ავდექი რომ პოზიცია ცოტა შეეცვალა რომ ყველაფერი დეტალურად დაეთვალიერებინა. იმიტომ იწელება ესე დროში. აი რა დედი. სუმზირას ურჩევდა. იმიტომ იწელება ესე დროში რომ შენ რო გინდა ისი არ განახებს ახლა ბავშვი ხო იმ პოზიციაში არ არის შენ რო გინდა. სხვა რა ვიცი რა გითხრათ, ხო ყველაფერი ძველებურად არის ჩემო ძვირფასებო. გუშინ ლაივი მქონდა ჩართული 2 აპრილს, არ ვიცი ვინც უყურეთ. ეს გავაკეთე რა ქვია, ნახევარფაბრიკატები გავაკეთე და ცოტა ხნით 40 წუთით შემოვედი ლაივში რომ უფრო ხალისიანად გავაკეთებ თქო რა. ხო და ძალიან კარგი იყო ჭრაობა, ვინც იყავით მაშინ ლაივში ჩემთან ერთად. კიდე რა შეიძლება რომ გითხრათ კიდე. ხო, კბილებს
უკბილო ვარ ჯერჯერობით აქეთ 2 კბილი არა მაქვს. ხო და 7-ში აპრილს წესით უნდა ჩავისვა კბილები. მაგრამ ამ ვლოგში არ იქნება, ეგ იქნება შემდეგ ვლოგში, იმიტომ რომ პირობა დავდე ლაივში რომ პარასკევს თქვენი დროით პარასკევს დავდებდი ახალ ვლოგს და ესეც ვიზავნე. ჩემი დროით დღეს დავდებ, მაგრამ თქვენთან პარასკევს და წინა ვლოგზე სხვათა შორის ეს იყო რა ქვია. კომენტარები იყო ძალიან ცოტა, ნახვებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეგეთი შემთხვევა რომ არ მახსოვს. შეიძლება იყოს მე არ მახსოვს, მაგრამ ესე უცებ არ მახსენდება რომ ესეთი ცოტა კომენტარი ყოფილიყო ვლოგზე. რა ხდება? ალბათ თვითონ ვლოგი არ იყო ისეთი, რომ რაღაცა კითხვა, რაღაც კომენტარი დაგჩენოდათ. რაღაც არ ვიცი. რა მოხდა? ხო და სხვა ყველაფერი გვაქვს რიგზე. ლილე თავის ოთახს დაუბრუნდა, არ ვიცი რამდენად აღვნიშნე ამ ვლოგში, აღარ მახსოვს. მონტაჟის დროს გავიგებ. ლილე თავის ოთახს დაუბრუნდა. ჩვენ პოზიციებს დავუბრუნდით, აღარ ვაპირებ. ნელა რა დედი. აღარ ვაპირებ არანაირად არავის გაქირავებას და არავისთან ერთად ცხოვრებას აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ ყველანაირად დავიღალე უკვე მაგ მხრივ. მირჩევნია ფინანსურად რაღაცეებზე უარი ვთქვა და სახლის ქირაზე დავდოთ თანხა და გავიჭიროთ ესე ვთქვათ. მაგ მხრივ მქონდეს რაღაცა საზღვრები, ვიდრე ვიღაცა ადამიანებთან ერთად ვიცხოვრო რა. ვინც არ უნდა იყოს, საერთოდ ცოლქმარი უნდა ცხოვრობდეს, ცალკე ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა ქალბატონი მით უმეტეს და მეთანხმება და უნდა ცხოვრობდნენ ცალკე და მისთვის რა. ჭირია თუ ლხინია თუ ჩხუბია თუ ჩახუტებაა, ხო, უნდა იყვნენ ცოლქმარი მისთვის, წესიერად მოიქეცი. ამიტომ აღარავისთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებ ნამდვილად. ლილესაც თავისი ოთახი ჭირდება. ხო და всё, დასრულდა ეპოქა ჩემს ცხოვრებაში. всё, ახალი ისეთი მეტი არაფერი არ ხდება ჩემო ძვირფასეებო, ყველაფერი არის ძველებურად. დანარჩენი, რაც იცოდით, ისევ ისეა. ხო და როგორც კი რაიმე ახალი იქნება, ვნახოთ კბილები როგორი გამოვა. იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს უკვე ერთი თვე არის მეტი. არაფერს ვერაფერს ვერ ვღეჭავ, მაგრამ რაღა ის ტკივილები მომიხსნა, აღარ ვჩივი ვარ, როგორ მტკიო და მოუწიათ ჩვეულებრივად მოქვიბო, ეხლა გაგიკეთებიათ ხო? ძალიან პატარაა, ჩემი კბილი არის გადაკლებული და ძალიან პატარაა დარჩენილი. ხო და მამაზე მიამაგრებენ ალბათ უკვე ახალ კბილებს ზომები ამიღეს და წესით 7 აპრილს უნდა იყოს უკვე მზად და უნდა ჩამისვან. და ვნახოთ. როგორი გამოვა. ძალიან დაეტყობა თუ არა რომ ჩემი არ არის და ასე შემდეგ. დასხობა მისყვევს. უფრო კაი ხარისხის თუ გინდოდა კბილები, აღარ მახსოვს სახელი რა ქვია. კიდე უფრო ბევრად კაი ხარისხის თითო კბილზე უნდა გადაგეხადა $250 და $500. ეხლა მაგ მდგომარეობაში არ ვარ, რომ 2 კბილში $500 გადავიხადო, ამიტომ არც ის არ იქნება უცუდიო, მაგრამ ნუ ყველაზე კარგი ეს არისო და არა უშავს. საშუალოს ჩავიდგავ და 20 საქართველოში დააბრუნდები, ისედაც მინდა ყველა კბილის გაკეთება. ეს აუც ჩემი ერთ-ერთი მიზანია, რომელსაც მინდა რომ მივაღწიო და ამიტომ რამოდენიმე წელი გაძლოს. მე ისედაც გამინდა რომ გავიკეთო მეც და სოსომაც. ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო, წაგეჭორავეთ. ზესუმზირა გუშინ მომინდა ძალიან და არა იმიტომ რომ ორსულად ვარ ხა მეშვაშია. უბრალოდ რაჭოლებრივად ყველას ხო უნდება რაღაც. ხო და მომიტანა უმარილი ზესუმზირა არ მიყვარს და ტაფაზე მოვხალე მალერით.
ეს მახლდა იქ ოთახში და დაიღალა. როდის სწავლობთ, დედა როდის სწავლობთ? დავისვენებ ცოტა ხანი და მივხედავ საქმეებს. და მეც მინდა. აჰა. რატო უშვები ეგრეთ იცი? ნავეც. წერსას როტი მინდა ძალიან. იმედი მოვახერხებ მალე რომ ვიყიდო, იმიტომ რომ მის საღებში მინდა ნოხი დავაკო და ნოხი ხალიჩა რა ვიცი, რასაც ვეძახით. ხო და ცოცხი გააფუჭებს და ზოგადადაც ისედაც მინდა რომ წერსას როტი მქონდეს და სოსოს ველოდები დამპირდა რომ გიყიდიო და ბევრჯერ აღარ ვუმეორებ. მოიწოდე კომპოტი მოიწოდე და აფეჩოთ. ეპლი. It's rabbit. It's rabbit. უცებ განახებთ ოთახს, ეს ისევ ლილეს ოთახი. ჯერჯერობით უცებ, რაც მოვასწარი. გადმობარგება ლილესი ესეთია. ხოდა ჩემი ოთახი კი იცით რა მე მგონი ისეთია ისევ როგორიც იყო. ხო მე მგონი. ისეთი ეს არის ხიდასაკეთსი. ახლა კიდე წავედი, დავისვენებ და საერცხს დავკეცავ, ამ ყველაფერს თქვენ გარეშე ვიზა უკვე. ხოლო დავიწყებ ალბათ შემდეგი ვლოგის გადაღებას. კოცნით ბევრს და მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის, დაფასებისთვის, ერთგულებისთვის და თქვენი დროისთვის. გამოიწერეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ ჩემი ინსტაგრამ არხი უფრო ხშირი კონტაქტისთვის. დროებით.